თუ კომფორტი და წყნარი სიარული შენი სტიქია, პირდაპირ შემიძლია გითხრა რომ შეგიძლია ვიდეო გათიშო, რადგან დღეს სტუმრად ყავს ყველაზე ველური ამერიკელი ხულიგანი Indian FTR 1200. პატარა ადრენალინის ბუსტი ალბათ მოგეწონათ, ჩემო მეგობრებო, მიყვარხართ ყველანი აბსოლუტურად, თქვენ პროსტა არიცით, ანუ რამაგრად მევასებით პროსტა, ანუ თქვენ აზე არ ახართ. და რამხელა мотиваციას მაძებთ ხოლმე, რომ შემდეგი ვიდეოები გადავიღო და დავდო. პროსტა აი ამ თბილი კომენტარების გადამკიდე, მოკლედ YouTube-ის გარდა უკვე აღარაფერზე აღარ ვფიქრობ რა. მოკლედ ყველას ძალიან გაფასებთ, ყველანი ძალიან მიყვარხართ, რო იცოდე. დღეს ამერიკელი ძაღლიშვილი ყავს მოკლედ სტუმრად, უკვე ნახავდით რომ იმენა ცოფიანი ძაღლია, მაგრამ სანამ უშუალოდ მოტოზე ლაპარაკს დავიწყებ, მინდა გითხრათ რომ დღესაც ვათამაშებთ Helmetarium-ს 100 ვაუჩერს, პირობები ზუსტად იგივეა, ნებისმიერი კომენტარი უნდა დაწეროთ ამ ვიდეოს ქვეშ და შემდეგ კვირას რენდომაიზერის საშუალებით გამოვავლენ ერთ იღბლიანს, რომელიც მიიღებს Helmetarium-ს 100 ვაუჩერს, რომელიც იმოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ კაფესა და ბარში. მინდა გითხრათ რომ მასლარად ორმა კაცმა შეგიძლია გადაიზილოთ ყველაფერი სიფაძე. ასევე ჩემი არქი უნდა გქონდეთ გამოწერილი YouTube-ის და Helmetarium-ის Instagram გვერდი. ყველას წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო. ახლა კი რომ გადავიდეთ ჩვენ Bulldog-ზე, დღეს ძალიან ქარია. ცოტა აუდიოში მექნება პრობლემა, ალბათ მე ესე ვფიქრობ, მაგრამ არა უშავს. FTR არის ის სტრიტი, რომელიც ერთი პერიოდი ძალიან მინდოდა. სიმართლე რომ გითხრათ, FTR-ზე მეორეჯერ ვზივარ, მაგრამ ის პირველი ჯდომა შეგვიძლია საერთოდ არ ჩავთავოთ და გამოდის რომ პირველად ვზივარ და მინდა გითხრათ რომ ფრიად გაოცებული და გაოგნებული ვარ, ოღონდ არა იმიტომ რომ მოტოციკლეტი ძალიან მომეწონა, არამედ იმიტომ რომ საერთოდ სხვა მოლოდინი მქონდა და საერთოდ სხვა რეალობა დამხვდა. მოკლედ პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ ეს არის ყველაზე ჩვეულებრივი კომპლექტაცია. ნუ დღეს ასაც ვისაუბრებ, მაინც რეალურად ყველა კომპლექტაციაში ერთი იქნება, არ მგონია რამე განსხვავებული იყოს, უბრალოდ მაგალითად კარბონის, სპორტის და თუნდაც სუპერ ხულიგანის ვერსიებში ბევრად უფრო კარგი დაკიდების სისტემა გვაქვს და შედარებით უფრო გაუმჯობესებული ცოტა რაღაცები, რაც ნუ ეხება აი რა მაგალითად TFT ეკრანი არის დააპგრეიდებული, სადაც უკვე იქ ესეთი old school ტახომეტრი კი არ გვაქვს, უკვე ციფრული TFT ეკრანია და ასე შემდეგ რა, ესე ძალიან ისეთი მიზერული განსხვავებები და ნუ ვიზუალური სხვაობა, მაგრამ მინდა დავაკონკრეტო რომ ეს კონკრეტული მოტოციკლეტი, მოდი ახლა მაგაზე არ ვიდაოთ, არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ულამაზესი და აი ინჟინერის შედევრია, იმენა რასაც ქვია, აი რომ შეხედავ, მოტო ისეთი ლამაზია რომ აი რავი, გამორიცხულია, ეს მოტო ყავდეს და კომპლიმენტებს არ იღებდე რომ ძალიან ლამაზი და ძერსკი მოტოციკლეტი ყავს. რაც შეეხება handlings, მოტოციკლეტი ძალიან მაგარი საკაიფო სამართავი არის, აი იმენა ჩუსტია, მართლა რასაც ქვია. ანუ 120 ცხენი და 118 ნიუტონი, აი პროსტა პიზდეცად იგრძნობა ამ მოტოციკლეტზე რა, აი რაღაცა როგორი ცოფი არის, იცი, აი გას გადაუჭერ და იმენა ხელიდან გისკვლდება რა. უნდა რომ გაიქცეს, გამოგეცალოს ფეხებიდან. ნუ პირველ რიგში მოდი ეგრევე ვთქვათ, რომ ეს მოტოციკლი დამწყებისთვისაც არ არის და არც აი შუა დიაპაზონის ტიპისთვისაც, მით უმეტეს ეს მოდელი, იმიტომ რომ ეს ჩვენ ყველაზე basic მოდელი არის და ამას არაფერი არ აქვს ABS-ის გარდა, fast traction და არაფერი საერთოდ. ხო და ეხლა რამ გამაუცა რა? მოკლედ არ ვიცი თქვენ ნანახი გაქვთ თუ არა, არ ვიცი ეხლა შეიძლება ბევრს ნანახი არ გქონდეთ. მე მაქვს გადაღებული Victoria Octanis test drive. აქედან გამომდინარე
აი პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც ვიჯექი ოქტანზე, ზუსტად იგივე შეგრძნებები მაქვს ხა ამაზე, თუნდაც აი ვიბრაციები აქვს ისეთი საშინელი, რომ აი რავი რა, მაგრამ მე უფრო ისეთი საბეჭება მრჩება. ეხლა მე ხო ჰარლის ბრძოლი ვარ რა, ბევრ ჰარლიზეც ჯდარ ვარ და ხო ეხლა რა ხა ის ოქტანის და ესე ძალიან გავს ერთმანეთს, აი გინდაც ხმით, ვიბრაციებით, აი ყველაფრით გავს რა, დაჟლა ხომეტეს იგივე ზუსტად. ზოგადად რო იძახენ რომ ჰარლი ვიბრირებსო, ან კი ჰარლი ვიბრირებს, მაგრამ ჰარლის ვიბრაცია არის სასიამოვნო. აი რაღაცნაირად დახვეწილი ვიბრაცია არის რა, აი ისეთი რომელიც აი არ შეგაწუხებს რა, ესე რო ვთქვათ რა. აი ეს ვიბრაცია რაც კონკრეტულად ამ FTR-ს აქვს და ზოგადად დარწმუნებული ვარ რომ ყველა ინდიანს ექნება, იმიტომ რომ ეხლა ოქტანშიც იგივე ძრავი იყოს, კაუჩიც იგივე ძრავი დევს, ამაშიც იგივე დევს ზუსტად. ანუ არ მგონია რომ ზოგადად ინდიანის მოტოციკლეტები რამით განსხვავებული იყოს ვიბრაციის კუთხით რა. კი უდაოდ ძალიან ჩქარი მოტოციკლეტია და ძალიან მაგრად დადის, ან თორკი აქვს, რაღაცას ასწავლე, აი რაც კი იყო, თორკი ჩატენეს ყველაფერი, მაგრამ ნუ ამერიკულ მოტოებში მიჩვეულები ვართ, ეხლა ჩვენ მაგას და თორკი აღარ გვიგვირს, ნუ ყოველ შემთხვევაში, კაკ მინიმუმ ვიც ჰარლიზებს ვივართ, თორკი აღარ გვიგვირს. იქიდან გამომდინარე რომ ჰარლი მაგიტომ გვიყვარს რეალურად რომ ულიმიტო თორკი აქვს, მით უმეტეს თუ პერფორმენსში წახვალ საერთოდ ეს ციფრები იზრდება და რაღაცა კოლოსალური ციფრებზე ადიხარ, მაგრამ ჩემთვის ეს მოტოციკლეტი არის რავი, აი ვიქტორი რო გაასტრიტო და პროსტა კაი ტორმუზები და კაი ამორტიზირება რო დაუყენო რა, იმიტომ რომ ვიქტორის რო საშინელი ტორმუზები ქონდა და აი ხისტი იყო ისეთი, აი ხერხემალში იტყვევინებოდა იმის დედავატირი. ხა რო თქვა რომ ეს მოტოციკლეტი რამე ხა არცებითი სირბილით გამოირჩევა მეთქი არა, მაგრამ ეს იქიდან გამომდინარე რომ ეს ბეისიკ მოდელი არის, ყველაზე ბიუჯეტური მოდი ესე ვიტყვი. შემდეგ მოდის უკვე სპორტი, კარბონი და მე სუპერ ჰულიგანი თუ სწორად მახსოვს რა, ნუ ყოველ შემთხვევაში კომპლექტაციები იგენი აქვს რა. მაგრამ როგორც ესეთი შეგრძნებას ეგ ყველაფერი არ ამგონია დიდად ცვლიდეს რა, ეხლა იმიტომ რომ ეს ისეთი ხისტი არ არის რომ მაინც და მაინც ძალიან შეგაწუხოს. ანუ ის რო თქვა რომ აი ოლინსიანი რაღაცა კატასტროფულად განსხვავებულია თქო რა. აუ რა შემომასწრა ცხვირპირზე ჩემი მაგარი ბზიკი გავწყვიტეთ. არა უდაოდ ეხლა სტრიტის კვალობაზე ძალიან მაგრად არის, მაგრამ აქ ეხლა მეორე ვარიანტიც არის რა, ეხლა ეს რა კლასშიც გადის. ეხლა მე ამას ნეიკედ ბაიკებში ვერ გავატარებ. იმიტომ რომ 1200-იანი ძრავია და მაგარი ჯანიანია რა. ალბათ უფრო ჰიპერ ნეიკედებში უნდა გავატაროთ რა და რეალურად ჰიპერ ნეიკედებში საკმაოდ ცეთი მოტოები ყავს რომ მომოტოსაც ესე ვერ შეადარებ ეხლა ამას რა. იმიტომ რომ გარდა ვიზუალისა, სხვა დანარჩენში რავი ძალიან ბევრად ჩამოუვარდება თავის კონკურენტებს ესე რო ვთქვათ. აი ხო იძახიან ზოგადად რომ KTM-ი ძალიან ვიბრირებსო რა. დამიჯერეთ მეგობრებო, KTM-ი არ ვიბრირებს ამასთან შედარებით. რავი რა. მე მგონი ჩემი აზრით ინდიანმა უნდა ცადოს და ვიბრატორების ბიზნესის დაიწყოს, მაგრა საკაიფოდ გამოუვათ. იმიტომ რომ რავი ჯეჯეობით რაზეც კი ვიჯექი, ყველა ისე ვიბრირებს რომ აი რავი მენა ვიბრატორია რა. ოქტანის ვიდეოშიც იგივე ვთქვი და აქაც შემიძლია იგივე თქვა რომ აქ ძღოლი კი არა, უფრო პასაჟირი ისიამონებს. გოგონა რომ მოისვა, მაქსიმუმ 5 წუთში რავი. ძალიან ცუდი ამბები შეიძლება მოხდეს. მარა ბიჭო რას დადის ამის დედავატირეთო. მარა დიდი ხანი ვერ ივლი. თან როგორ არის ე? განა რამე კონკრეტულ ადგილებში ვიბრირებს. ფაქტიურად ყველგან ვიბრირებს რა. ბოდიში და აი ყვერებში ხო ვიბრირებს, ხელებში ხო ვიბრირებს, ფეხებში ვიბრირებს. მოკლედ ძალიან ისეთი მაგარი პიზდეცი ვიბრაციები აქვს. თან ბიჭო 2023 წლიანი ხა იმასაც ვერ ვიტყვი რაღაც ძველია და რაღაცა ხო ხვდები რა. ანუ შეიძლება მომიდი ახალზე დაჯექი სხვანაირიასაც ვერ მეტყვი რა, იმიტომ რომ ხა 2023-იანი ახალი არა ფაქტიურად რა. 3 წლის მოტო არის. მოკლედ არ ვიცი ხა ძალიანაც არ მინდა რომ მიწასთან გავასწორო, იმიტომ რომ ძალიან სახასიათო მოტო არის მართლა რა. ანუ აი ხასიათი აქვს როგორ იცი? ძალიან აგრესიულია რა. აი ზედმეტად აგრესიულია. ხე ბიჭო იმენა აძევდა გარბის ცხენივით, მაგრამ აი მარტო ემოციები იცი რას უნდა შევადარო? მოკლედ აი ალბათ უფრო ისევ სუპერმოტოს უნდა შევადარო რა, რომელიც არის ემოციების მანქანა, მაგრამ არის ძალიან რაღაცნაირი რა. ანუ გარდა ემოციებისა და ხულიგნობისა რო ვერ გამოიყენებ ესე რო ვთქვათ რა. თლად ეგრე არ არის ხა ეს ძალიან ვასწორებ ხა მიწასთან, მაგრამ აი ხო მინდოდა ამის ყიდვა. აი ეხლა უკვე გადავიფიქრე რა. ეხლა მე მაგალითად არ ვიყიდი ამას ჩემთვის და ზოგადად ან რავი ესე მოტოციკლად არ მეყოლებოდა რა. ბევრად უფრო კაი სტრიტები არის, ბაზარი არა ძალიან ლამაზია, აი პროსტა ვიზუალი ისე მომწონს, შეიძლება ჭკუიდან შევიშალო მართლა რა. აი ფანტასტიკურად გამოიყურება, მაგრამ მარტო ვიზუალის გამო არ შემილია მოკლედ რავი მე ხა მარტო ვიზუალის გამო მოტოს ვერ ვიყოლიებ რა. ანუ არ იქნება უბრალოდ. აი ხო ვიძახი რა დაჯე, რავი MT-10 მყავდეს და მახინჯი იყოს, მაგრამ აი
აი ის კონდე ის რაც კონდა რა იმ MT-აც რო აი ეს რაღაცნაირი ჯერ აი ეს cross-plane-ის ძრავი მე აი ეს აჩქარება აი ეს სიპლავნე აი ეს სირბილე აი ეს რაღაც აი იმენა ღმერთების მოტოა რა ეს ვერ არის რა ეგეთი რა ნუ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ხა ბაზარი არა მე რომ მიყვარს ეს თორქი და ემოცია ჩემზე მეტად მე ეჭება ვინმეს უყვარდეს იმენა ვგიჟდები და ჭკუიდან შეიძლება გადავიდე მაგითი ვარჩევ ხოლმე მოტოს იდეაში მოტოს თორქი თუ არა კარჩე არ მევასება რა ნუ მე პირადად თორე მას გავიძახი ცუდი ეხა თორქი აქვს რავი ყველა იმენა ყველა უეჭველი იძდნენ და არჩევ ძრავზე რა ვქნათ ეხა თორქზე რა გავაკეთეთ და რავი ჩატენეთ ყველაფერიო რა და იმენა ჩატენეს ყველაფერი მოკლედ რომ მოტო არის აი რავი აღვირახსნილი ცხენი არის იმენა აი ამ სიფიცხით და სიგიჟით კაროჩე KTM-ის 1290-ს გავს რა ანუ ემოციურად ისიც ეგეთი რაღაცნაირი ველური ტიპი არის რა თა მაგარი ველურია ესეც ეგეთია რა იმენა ჯუნგლებიდან გამოვარდნილი ტარზანევითაა რა იმენა ესეთია რა ხო და რავი ძმებო მოკლედ არ ვიცი ეგ თქვენ უნდა მოიფიქროთ რა როგორ და რანაირად მე იმისთვის ვარ აქ რომ ყველაფერი გითხრათ არაფერი დაგიმალო და დანარჩენი მე თქვენ თვითონ უნდა მოიფიქროთ თქვენთანაც რომ დაждდებით ამ მოტოზე და გაივლით თქვენ თვითონ მიხვდებით რეალურად რასაც გულისხმობ რა ვიბრაციები მართლა პიზდეც просто პიზდეც ვიღაც შეიძლება გაუსწორდეს просто რა არის იცი მე ეგეთ საბეჭდად შევა რომ აი ინდიანი არის ჰარლის როგორი რეპლიკა იცი აი ცოტა ბანძი რეპლიკა რა აი რომ გინდა რომ იყოს უკეთესი ან მსგავსი და აი რო არ გამოგდის რა ანუ არაა შენი რა და ანუ ვერ აკეთებ რა ანუ კარგი ჰარლია რა იმ ვიბრაციებს და იმ ემოციას ვერ გაიმეორებ მოკლედ ჩემი აზრით ნუ ინდიანი ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ფაქტია რომ ვერ იმეორებს რაც ჰარლის აქვს რა აი სხვანაირი ვიბრაცია ის და აი სხვანაირი პლავნი ვიბრაცია რაღაცნაირი რა მე უკვე დაბუჟებული ვარ ახლა ტრაქს როგორ აკანო თან რავი აი ნახოთ ეხა წინა კადრი ჯერ ხო არ ვიცი როგორი გამოვა რა იმიტომ რულზე მაგარი ვიბრაცია აქვს და წესით არიგით წინა კადრი საკაიფოდ უნდა გააფუჭოს რა ვიბრაცია გამომდინარე იმიტომ რომ არ ვიცი ეხა ვისაც ნანახი აქვს კი ეცოდებათ ოქტანის ვიდეო რო გადავიღე წინა კამერა იმენა ვაფშე სხვაგან იყო იმენა ჩათი დატოვა ეგრევე სტაბილიზაციამ ჩემი დედაც იმენა ეგეთ ვიბრაციას რომ მეო ვერ გაუძლებო და დაგაზა ბაიძე მოგეთ თქვენი არ ვიცი ძმებო მაგრამ მე შემილია დანამდვილებით თქვა რომ ანუ სტრიტის კლასი არის რავი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საკაიფო კლასი რა რაც რეალურად აბა შემოშოთ ყველაფერს აერთიანებს რა აი სტრიტი თუ ყავს იმ სპორტის რაღაცა მაღლებიც გაქვს ერთ-ერთი წუთი არა ბიჭო მაგრა დადისტო სიარულით ნამდვილად იმენა 10-დან 10 უწერ სიარულით მართლა პრეტენზიები არ მაქვს იმენა ცხოველია და ტორმუზებიც ნუ რა თქმა უნდა ბრემბოები გვაქვს და აი პიზდეც ყინავს და მე ხა იმაზე ნერვიულობ რომ დღეს პროსტა ისეთი ქარია რომ აი ხმებს და რაღაცებს რამდენად ჩაიწერს და რამდენად კაი ვიდეო გამოვა რა მე მაგაზე ნერვიულობ ხოლმე სულ რომ მე ძალიან ისეთი ტიპი ვარ რა ძალიან კაცად უდგები ხოლმე რა მაგ ეგეც საკითხებს და გუშინ კი გამისწორდა სხვადასხვა აი ეს პრემიერაზე რომ დავაყენე და 1080 ფის რო ანახებ და ბიჭო გამოშტერდი თო აშკარად 4K ავტორით და მეთქი რა ხდება თო ნუ მე კი გაასწორა მაგრამ კი გამისწორდა აი კომენტარები დაწერეს რომ შენ მაგაზე არის დარდო თავარია შენ იყავი ჩვენთანო და ხარისხის დედაც ვატირეო და მადლობა ძმებო ეგეც თბილ სიტყვებს რომ იმეტებთ ხოლმე ჩემთვის თქვენ არიცით ეგ რამდენს ნიშნავს აქვე მინდა ისევ შეგახსენოთ რომ დაალაიქეთ ვიდეო გამოიწერეთ არხი და დაწერეთ კომენტარი რადგან შეიძლება ჰელმეტარიუმს 100 ლარიანი ვაუჩერის მფლობელი გახდეთ და აქვე შეგახსენეთ რომ რა თქმა უნდა ჩემ არხს ჯერჯერობით პარტნიორი კომპანია ყავს ჰელმეტარიუმი ცოტა იაქტიურეთ კომპანიებო ჯერჯერობით გენერალური სპონსორი ხოლო ჩემი თავია და ჩემი ჯიბიდან მიდის ყველაფერი და მინდა გითხრათ რომ ბევრს გონია მაგრამ ტესტ დრაივების გადაღება თუნდაც არ ჯდება იაფი ჩემო მეგობრებო იქ მოტოციკლეტი უნდა წამოიყვანო გარეცხო ბენზინი ჩაასხა ისა კაროჩე ერთი 100 ლარის ბაზარი არის კაკა მინიმუმ ეს კაკ მინიმუმ ჩემი სიარული და ასე შემდეგებით რავი ურბაქს კი წვავ და ბენზინგასამარტო სადგურებო ბენზინი მოგვეცით აქ ძმაო ხავს კიდე ბევრი ვიდეოები უნდა და ეგრე სად არის თუ გავკოტრდი მე ჩემ ფეხებს გადავიღებ და ეს ხალხი დარჩება ისე კოტა მეგობრებო იაქტიურეთ იქნება ვიღაცა დაინტერესდეს არა და რა მიკურს იცი რეალურად რო აიღო ციფრებში პროპორციულად რო აიღო გამომწერებიდან გამომდინარე ნახვები და ასე შემდეგ ანუ ძალიან მაგარი სტატისტიკა მაქვს ცვეთში რა მით უმეტეს იმას თუ გავითვალისწინებთ რომ სულ რაღაც 2 თვეა რაც დავიწყე YouTube-ური მოღვაწეობა რა ეხლა ნუ ის ორი ვიდეო რა ადრე რაც მიდეს რაღაც 1 წლის წინ ნუ ის პროსტა რაღაცა ძველი ვიდეოა და ასე შემდეგ რა ხო და ძმებო
4530 გამომწერზე ვართ უკვე. ნუ ყოველ შემთხვევაში დღეის მონაცემებით როცა ვიღებ, ეგრე ვარ და ეს როცა დაიდება, შეიძლება ცოტა მეტი მქონდეს. ხო და მე ვერ ხვდებიტო. ჩემი ესეთი უნიკალური მაყურებლები, ყველაზე მაგარი გამომწერები. უბრალოდ ჩემ ნებისმიერ ვიდეოზე კომენტარებში ჩაიხედეთ, პროსტა რა ხდება. ჩემზე მაგარი გამომწერები ვინმეს თუ ყავს? რავი ძმაო, ხელები ამიწევია. იმენა ოქრო ხალხი. პატარა დაფინანსება არ გვინდა, ეხლა ჩვენო უფრო განვითარდეთ და ასე შემდეგ, გვინდა. ხო და ტრაკი გაანძრიეთ. მაგრამ ერთი მინდა გითხრათ, რომ ვისაც სიმართლის გეშინიათ და რაღაცა დავარცხნილი რეკლამები გჭირდებათ, კარგად ზანდებოდეთ, ისევ ჩემი ჯიბიდან ჩავასხა მაგ ბენზის მაგის და არ მჭირდება ეგეთი დასპონსორებები და რაღაცეები. ვინც კაროჩე ჯიგარი კომპანიები ხართ, ვისაც მართლა ჯიგრულ კონტენტში ჯიგარ ხალხთან გინდა ჩემოსვლა, მობრძანდით ძმაო, არანაირი პრობლემა არ არის. ჯიგრულად ზმაკაცურად ვიტყვით ყველაფერს, რაც საჭიროა. ასე რომ, გელოდებით. ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ მომწეროთ, Instagram-ი იყოს, Facebook-ი იყოს, მეილიც მაქვს მითებული, რავი, ყველაფერი მითებული მაქვს, ასე რომ სახში მომაკითხეთ, ყავას დაგალევინეთ, რა ვიცი, მეტი რა გითხრათ. გაუმარჯოს. მაგათ ეს მოდელიკედი აკრაპოვიჩზე იქნება, აი პერფექტო. აუ ისეთი საკაიფო ხმა იქნება, რომ რავი. ნუ ეს ეხა საკმაოდ ანუ ისეთი ქართული არა, რა თქმა უნდა და დამაკმაყოფილებელია იმ კუთხით, რომ ნუ ქალაქში ძალიან ადეკვატური ხმა გვაქვს და რავი, შალ ვაწუხებთ, ღამეთ შეგვიძლია ვიაროთ და ასე შემდეგ. მაგრამ აკრაპოვიჩებს ვისურვებდი მაინც, აუ ძალიან საკაიფო ხმა აქვს აკრაპოვიჩზე რა, აი რაღაცა სასწაული ხმა. მოდი ჭავჭავაძეზე მე აღარ გავალ, იმიტომ რომ რამდენჯერაც ჭავჭავაძეზე გავედი, იმდენჯერ დამაჯარიმეს და სხვათა შორის მეგობრებო, ფოტოს ტესტ-დრაივებს მithuedes ოდესაც მივაკეთებ. მხოლოდ ბენზინის გასავალი არ აქვს, იმიტომ რომ ჯარიმებს მიწერენ 3 და უწუმ და ეგეც არ ვარგა. მაგრამ რა გავაკეთო ეს და სხვანაირად ვერ დავდივარტო. აი მომკალი და ვერ დავდივარ. აი ხო არიან რა ტიპები რა, ანუ შეულიათ ბიჭო, არ შემიძლია და რა გავაკეთო. შამეცი თუ გინდა და გურული კაცი თან ვერძი რანაირად უნდა დადიოდეს წყნარად და მშვიდად ამიხსენით ბიჭო. გურული და დალაგებული სად გინახავთ? გურულებო მიყვარხართ, ჩემი ძმები ხართ. სხვათა შორის ჩოხატაურში ვიქნები აგვისტოს შუა რიცხვებში, ხო და რავი ბაიკერები თუ ხართ მაქეთ ხარისთან თუ იქნებით, შემიხმიანეთ. ბახმაროში შეგვიძლია ავსისინდეთ. ჩოხატაურიდან იმდენად ახლოს ხარ ყველგან, რომ რავი რა ზღვა გინდა, თა გინდა, გინდა ბახმაროში ადი, გინდა გრიგოლეთზე გადადი, აი რავი რაღაცა სასწაულად კაი ტოჩკა არის დასაბანაკებლად რა. რა აქ ამოსაცობებში გავეკვეხოთ ცოტა კიდე. ცოტა ვიხულიგნოცავით. ნუ ახლა ქალაქში იმენა ჩუსტია ეს მოტო რა. მაგაზე იმედი მაქვს, ვინმეს კითხვა არ გაუჩნდება, რომ ამითი ქალაქში როგორ უნდა იმოძრაო, იმენა ზე ფანტასტიკურად შეიძლება ამითი ქალაქში მოძრაობა, იმიტომ რომ ჩუსტი ვირიშვილია. აი ბავშვობაში ბებორო შლობანცი დაგზდე და იმენა ეგ შლობანცია ზუსტად ძალიან ჩატეხოა და თან თორქი აქვს ისეთი, რომ ნებისმიერ სიტუაციას შეგიძლია უცებ გაექცე რა. სხვათა შორის ეგეც ძალიან დიდი ბენეფიტია, როცა გაზის სახელურში გაქვს ამხელა თორქი რა, იმიტომ რომ ნებისმიერ მომენტში ბრახ და რაღაცა რო ხდება, უცებ შეგიძლია მოწყდი ადგილიდან და გაექცე იმ კონკრეტულ სიტუაციას, ან საავარიო მოქმედებას, ესე რომ ვთქვათ რა. თუნდაც გადასწრების გაკეთება შეიძლება ძალიან მარტივად უცებ ჰოპ გადასწრებული აქვს. სამოდელიკეს თორქი არა აქვს, დიდი ხანი გჭირდება სანამ აკრიფო, სანამ გადაასწრა, აი რაღაც ეგეთ პონჩი რა. ეს მოტო რო არ ვიბრირებდეს, ესე და უფრო ისეთ სასიამოვნო იყოს, ბევრად უფრო გამისწორდებოდა რა და სხვათა შორის აი რავი რა. არ მეგონა, მართლა არ მეგონა რა, რატოღაც ანუ სტრიტი ხო იმის სტრიტია რა, რომ ანუ აი რაღაცნაი აი მე ხა თითქმის ყველანაირი სტრიტზე ვარ ნაჯდომი რა, მე მგონი არ დარჩენილა ისეთი სტრიტი რომ მოძეც ნაჯდომი არ ვარ და ყველა არის რაღაცნაირი აი პლავნი და გემრიელი რა, დაჟე აი KTM-ი რო KTM-ია, მენა ვიბრაციის мама, ისიც კი არ ვიბრირებს ესე რა, ანუ ისიც კი პრემიალურად კომფორტული არის ამასთან შედარებით დაჟე. იმის და მიუხედავად რომ KTM-ი არის რავი ერთ-ერთი ყველაზე ისეთი არაკომფორტულ სტრიტებს უშვებს მოკლედ რა. მოკლედ ყველაზე ვიბრირებადი სტრიტი გაგიძრეთ ძმებო აგერ არის. არა აჩქარება აქვს. იმენა მკვდარს წამოაყენეს ფეხზე ისეთი. და კაროკაც რაღაცნაირი აქვს რა. მოკლედ ხო ვიძახი რა, ვიქტორი ოქტანის ვიდეო ჩართე და უბრალოდ იმ ვიდეოში დავიჯმეინე და სად ეგრეც დასაჯმელი არა აქ მოტოს, მაგრამ ისეთია რა. მეთ კომფორტული ტიპი, ანუ ის მოტო არ არის ახლა რო ვთქვა, რომ მაგალითად ხო ზოგჯერ არის ხოლმე რაღაცა მოტოები, რომ არ მინდა ხოლმე რომ მე ბატონს მივიყვანო და კიდე მეტი და მეტი ვიკატაო რა. ახლა ეს მოტო არ არის რა, რო არ მოგატყო, ახლა რაც მალე ჩამოვალ და მივიყვანა მოტოს და დავაყენებ, რო გამისწორდება რა. ანუ ვიზუალი თამაშობს ყველაზე მეტ როლს ჩემთვის ახლა ამ მოტოციკლეთში რა უფრო, იმიტომ რომ მართლა რაღაცა არა ამ ქვეყნიურად ლამაზი მოტო არის, განსაკუთრებით თუ აი კარბონი და სუპერ ხულიგანი თუ იყიდე ხო ვაფშე აი რაღაცა სასწაულია რა. ვიზუალზე მეტად რომ ცოტა სხვა რაღაცებზე ვფიქრათ, მე მგონი უფრო უკეთეს რაღაცა გამოვიდოდა რა.
აი რა ხმებიც გესმით ალბათ რა, გასროვაზე აი რაღაცები შხრიალებს რა, იმდენად ვიბრირებს. რამდენიც და ჩაგრავ კი არა, ჩემი იმენა გაღიმებულს დატოვებ, ნახევარზე მეც, ამაზე რომ ვიღაცამ ჩაგიჭიროს, მაგრამ აინც უნდა ჩავაკვე ხوار შემილია რა, ჰარლი ბიჭო, ჰარლი არის ცხოვრება. სად იცის ბიჭო ინდიანმა მოტოციკლის კეთება? როცა ჰარლი არსებობს, რა ის ინდიანი ბიჭო? მოგეთ კიდევ ერთხელ ნახოთ ეს ულამაზესი მოტოციკლეტი, რომელიც მართლა უდაოდ ლამაზი არის, ამას დავა არ ჭირდება. რაღაცა ფანტასტიურ. ვისაც გინდათ მოტოციკლეტი, იყოს ლამაზი, გაჩუქოთ ემოციები, მაგრამ იყოს ვიბრატორი. იდეალური ვარიანტია ჩემო მეგობრებო. მინდა გითხრათ რომ რომელ გოგოსაც გააკატავებთ, ყველა გოგო თქვენი იქნება. ისეთ სიამოვნებას მიიღებს. ეს ახლა რა თქმა უნდა ხუმრობით. მოგეთ რა ყველაფერი მოისმენთ, რას თქვი და დაანჩენ, მოგეთ თქვენ გადაწყვეტეთ რა, როგორ და რანაირად. ხო, ზოგადად აწი აღარ ვიტყვი ხოლმე რომ ყოველ შაბათს 10:30-ზე შევხვდებით ხო, იმიტომ რომ აშკარაა რომ არ გამოდის. ხან რა პრობლემა მაქვს და ხან რა პრობლემა მაქვს და მოდი ესე გეტყვით, რომ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, ყველანი ძალიან მიყვარხართ, ძალიან დიდი მადლობა იმ ყველანაირი თბილი სიტყვებისთვის და ასე შემდეგ, რაც გაიმეტეთ ჩემთვის ესე რომ ვთქვათ და აბა დროებით და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.